საღამომშვიდობისა, დღემშვიდობისა, დილომშვიდობისა და შუადღემშვიდობისა ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არის ჩემი ახალი არხი, ვინც მიცნობს ხმაზე, ხო კარგი, ვინც ვერ მიცნობს და მოდი დავტოვებ ისე გაუჟღერებლად, ვინ ვარ და საიდან მოვედი. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის მთავარი თემა არის ცხოვრების რა ეტაპს და რა პერიოდს გადიხართ ახლა და რა ცვლილებები უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც უბრალოდ გაგაოგნებთ. პირველ რიგში დავსვი კითხვა და წინასწარ გავამზადე არკანები, მანამ სანამ ჩემი ბორად მოვთავსდები ამ მაგიდასთან, ის თუ რა პერიოდს გადიხართ ახლა ცხოვრებისეულად, ის თუ რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში, რა არის ხელი შემშლელი ფაქტორი თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე და ზუსტად ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. დაიდგით თქვენი საყვარელი ჭიქით, ფინჯნით თუ ფინჯანით, საყვარელი კოფე ან ჩაი და ჩაუსხედით ჩემს საჯარო გაშლას. პირველ რიგში მოდი განვიხილოთ ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ამჟამად და მოკლედ და მარტივად რო დავახასიათო, მე აქ ხედავ პიროვნებას, რომელი პიროვნებაც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ყველასთან მიმართებაში იყო ძალიან ხელგაშლილი ადამიანი, ქალი, კაცი, სქესის მნიშვნელობა არსებითი არ აქვს, უბრალოდ აქ არის ადამიანი, რომელიც არასდროს არავისთან თავის სიყვარულს, თავის ემოციებს, თავის გრძნობებს, თავის ხელგაშლილობას არ ინანებდა და თუ კი რამე ჰქონდა, აი უკანასკნელ კაპიკამდე ყოველთვის გასცემდა სხვისთვის თუ იგრძნობდა ეს ადამიანი იმას, რომ ვიღაცას მისი მხრიდან დახმარება, გვერდში დგომა, თანადგომა, მხარდაჭერა სჭირდებოდა. უბრალოდ როგორი რაღაცაა, უსამართლობის ძალიან დიდი განცდა გაქვთ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბოლო რამოდენიმე თვეა, 3-დან 4 თვის განმავლობაში არსებულ პერიოდზე მაქვს საუბარი, ძალიან დიდ სტრესში, ძალიან დიდ შფოთვით ენერგიებში და აი რაღაცნაირად იმ განცდებში ხართ, რომ რატომ არ მიმართლებს მე ცხოვრებაში, რატომ წამივიდა რაღაც კონკრეტული საკითხები და საქმეები ისე, რაც მე ფიზიკურად არ დამიმსახურებია. აქ ჩანს ძალიან დიდი ნერვიულობა, აქ ჩანს თითქოს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამოჩენა, ჩანს ბევრი პრობლემა, ჩანს ასევე ესეთი სიტუაცია, სადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში გაქვთ იმის განცდა, რომ ვიღაცა რამეს ხო არ მიკეთებს, რით ვერ გავიმართე მე თვითონაც მხრებში, მყარად რატომ ვერ ვდგები ფეხზე, რაღაცა ერთი რომ გამომივიდა, რატომ ეშლება სულ მუდმივად მე თვითონაც ხელი, რა ხდება ჩემს თავს, ვინ გამთვალა, ვინ არ ვიცი დამწყელა, რატომ ვარ ამ მდგომარეობაში, შინაგანად გაქვთ ძალიან დიდი ქაოსი, შესაძლებელია ითქვას, რომ ბევრი პრობლემა, ბევრი პასუხისმგებლობა, აი ყველაფერი ერთად რო არის, აი რაღაცა ტკბილ კამფეთს რომ დადებ, გახსნილ თავის შეფუთვის გარეშე და ბევრი ჭიანჭველა რო დაესევა, აი ზუსტად ესე გაქვთ აი ეს უარყოფითი ფიქრების შემოსეული და ზუსტად ესე ჩანს თქვენ რაღაცა გონების და ფიქრების ირგვლივ და იქით, აი რაღაცნაირი შემოსევა გაქვთ აი ამ უარყოფითი ფიქრების და აი თითქოს ბევრი პრობლემაც ამიტომ მოდის თქვენს ცხოვრებაში, რომ გჯერათ რაღაცნაირად, რომ აი ცხოვრებაში იმ პერიოდს გავდივარ, როდესაც უსამართლობის უდიდესი განცდა მაქვს, ხო? აქ არის რაღაცნაირად ქალი ან მამაკაცი, ნუ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ბევრ თავის პასუხისმგებლობასთან მარტო არის რაღაცა რქებით დაჯახებული და ძალა აღარ აქვს ამასობაში, რომ აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს და აი ამ ყველაფერს შეუტიოს, ხო? ამიტომ დღევანდელ გაშლაში ზუსტად ამის ამის განხილვა წავა და აი ამაზე ვისაუბრებთ, რა მოხდება, რა შეიცვლება, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ისეთი რაც ამ არსებულ მდგომარეობას, ამ არსებულ ფონს, ამ დამძიმებულ პერიოდს შეცელის და ჩაანაცვლებს რაღაც სიხარულით. უძილობის პრობლემა, ან პირიქით ძილიანობის პრობლემა, რაღაც რაც დაკავშირებულია ძილთან ოღონდ პრობლემურად, თავის ტკივილები, დაღლილობის განცდა, გძინავს ბევრი, მაგრამ მაინც დავიქტკივა, მაინც გეძინება, მაინც მოთიშული ხარ, მაინც მოთენთილი ხარ. ან გონებრივად, ფიზიკურად, გეძინება და ვერ იძინებ, ხო? ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რა შემოვა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც არსებულ მძიმე ფონს ჩაგინაცვლებს რაღაც მეტად უფრო მსუბუქით და მეტად უფრო სასიხარულო ფერებით. აბა ვნახოთ. ვნახოთ ახლა რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რა გელოდებათ, რა მოხდება აი ზაფხულის ბოლომდე, რა უნდა მოხდეს, რა უნდა შემოვიდეს, რა ამბებს უნდა ელოდოთ და ვნახოთ, რა არის ის, რაც გაგახარებთ თქვენ რეალურად და აი რაღაცნაირად აი ამ არსებულ მძიმე ფონს და მძიმე პერიოდს ჩაგინაცვლებთ იმ სიხარულით, რასაც
ცოტა ისე ვარქმევთ ხოლმე, რომ აი ცხოვრება მშვენიერია და ღირს ცხოვრება. აი ესეთი ლამაზი დღეებისთვის თქვა, აი რა მოხდება ამ დაგვარი. შევხედოთ ახლა აქ ჩვენ რა უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ზაფხულის ბოლომდე, ზაფხულის სეზონის დასასრულამდე და ვისაუბროთ არსებულ საკითხებზე. მოდი მე ესე ვეტყვი. ენერგეტიკულად ცოტა ბლოკები ფიქსირდება და ფიგურირებს აქ უფრო რაღაცნაირად ფინანსური ბლოკები, შიდა ბლოკები, რის გამოც ცოტა შეიძლება გიჭირთ ბოლო პერიოდია ფინანსურად და ბევრი რაღაცა ჩაიხერგა და დაპაუზდა და ისე ვერ წავიდა როგორც თქვენ გინდოდეთ და გსურდათ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გამოდიხართ აი ამ ენერგეტიკული სიმძიმეებიდან, გამოდიხართ აი ამ ენერგეტიკული ბლოკებიდან. არ ვიცი, ვიღაცა წმენდას გაიკეთებს, ვიღაცა რაღაცას მედიტირებს, ვიღაცა იქ რაღაც თავის ძალებით, თავისი ენერგიებით თითქოს რაღაცეებს ცდილობს ჭირკედელობ და გამოდის ეს ყველაფერი შედეგიანია. რა უნდა მოხდეს? პირველ რიგში აი ამ დაძაბული მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ, საღონ სრულყოფილად გულისხმობ გამოსვლას, დაახლოებით 13-დან 14 დღის შუალედში და ეს ვადა დაიმახსოვრეთ აუცილებლად ძალიან კარგად. გამარჯვების პერიოდი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველა დაღმასვლას აღმასვლა მოყვება. ყველა აღმასვლას დაღმასვლა. ცხოვრებაც ესეთია, ხო კიბეა, ხან კარგად ხარ, ხან ცუდად ხარ, ხო ისეა. შესაბამისად, ზაფხულის ბოლომდე ნიშნულოვნად რაც გელოდებათ, არის ორი ესეთი ამბავი. ერთი ის, რომ პირად ურთიერთობებში ადამიანი, რომელ ადამიანთანაც გარკვეული ჩავარდნები, გარკვეული რაღაცა პრობლემები, გარკვეული დაძაბულობები გქონდათ, ამ ადამიანის ასპარეზზე გამოჩენა და თავისი აი რეალური გულწრფელი ინტერესების გამოვლინებას და გაჟღერებას ხმამაღლა ელოდეთ, იმიტომ რომ ვინც პაუზებზე იყავით, ვისაც ძალიან გიყვართ ერთი პიროვნება, ვინც ელოდებით მისგან დიდი ხანია ნაბიჯებს და ძვრა ვერ უყავით ამ ადამიანს და კიდევ უფრო დაიძრკუნეთ თქვენი თავები და გულები ამ ადამიანის აი უახლოეს ვადაზე გამოჩენას ელოდეთ. რაც შეეხება ახლა ფინანსურ ფაქტორებს და კარიერულ, სამსახურეობრივ, მატერიალურ საკითხებს, აქ რაც ხდება არის ესეთი ამბავი. ვინც მუშაობთ, ერთ ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ შემოთავაზებას ელოდეთ, რაღაცა ახალს იგივე მიმართულებაში, ვინც დაუშვათ სწავლობთ რაღაცის საბუთს ელოდებით, რაღაცაზე დასტურს ელოდებით, რაღაცა არ ვიცი, ისეთ საბუთს ხელს დაჭერას ელოდებით, რაც კიდევ უფრო მეტად მასშტაბურ სამსახურს შემოგთავაზებთ და ამის ფშოვნაში დაგეხმარებათ, ამ მსგავს რაღაცას ელოდეთ. პიროვნება ჩანს სამსახურეობრივი წრიდან, რომელიც ცალკეულად მხოლოდ თქვენ გეტყვით რაღაცა კონკრეტულ საქმეში დახმარებას გთხოვთ და აუცილებლად დაეხმარეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა ფული უნდა აიღოთ ასეთი, არ ვიცი რა საქმე უნდა გამოვიდეს ასეთი, მაგრამ ესეთ რაღაცას ვიტყვი, მომდევნო ორი თვე იქნება იმდენად შრომითი და იმდენად რაღაცნაირად შემოქმედებითი, რომ რაც გაქვთ თქვენ ჩაფიქრებული გულში ახლა რომ გამოგივიდეთ, ზუსტად ესეთი ტიპის საკითხები უნდა დაიძრას და რაღაცა კენწეროში გატკბილდეს. სამსახურში წარმატებული, არ ვიცი, სამუშაო თვეები, ფინანსების შემოდინება, ისეთი საქმის გამოსვლა, რომელსაც აი ეხლა უბრალოდ გაგეცინება, რომ ფიქრობ, რომ აი რას ისო, ეხაო რომ მართლა ეგ საქმე გამომივიდესო, ეს გოგრასაც იძახისო, აი ხო გადავირიე და გავგიჟდიო. აი მოკლედ ისეთი საქმე უნდა გამოვიდეს და დაიძრას და ისეთი დაპაუზებული ურთიერთობა უნდა გამოვიდეს ჭიხიდან და ისეთმა ხისთავიანმა კაცმა უნდა აღიაროს თავის რეალური გრძნობები შენს მიმართ, შენ რო გამოშტერდები და გადაირევი, რატომ? იმიტომ რომ რეალურად მომდევნო 2-დან 3 თვის ვადაზე შენი მთავარი მართველი ენერგია რაც იქნება ჩემო ტკბილო და ჩემო ოქრო არის მაგი, სამიანი პენტაკლები და იმპერატრიცა, ანუ ქალი, რომელმაც ყველა თავის ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა, ასევე ფინანსები ჩანს ძალიან კარგად, რაღაცის შეძენა, შესყიდვა, ჩაფიქრებული საქმის გამოსვლა, პატარა მოკლე მოგზაურობაც კი ჩანთ და გელოდებათ, სადღაც გასვლა გექნებათ ან სამეგობროსთან ერთად, ან ახლობლებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად, რაღაცას მოიპოვებ, ისეთ ძალიან დიდი მაგარი საქმე უნდა გამოგივიდეს. ვისაც დამოუკიდებელი სამუშაოები გაქვთ, ისეთი რომ აი მოჭრილ ხელფასზე არ ხართ და თქვენი პირადი საქმე გაქვთ, რომელსაც აწარმოებთ, ЧПС-ები, რაღაცა მსგავსი, ძალიან დიდი მუშაობა გელოდებათ. ყველაზე მეტად მე აქ რაც მომწონს, აქ არის რაღაცნაირად თითქოს დრო მოვიდა იმის, რეალურად რო აი ამ დაკიდებული და ჩამოკიდებული პერიოდიდან, რაც შენ ცხოვრებაში ახლა დგას, გამოხვიდე. არ ვიცი, პაესტკები, ჭიქის-ჭიქაზე მიჭახუნება, მეგობართან ერთად, მამაკაცთან ერთად, ახლობელთან ერთად, თანამშრომელთან ერთად გამოსული საქმის დაძვრა, აი არ ვიცი, აი ამის აღნიშვნა, რაღაცა შეკრება, არ ვიცი, კორპორატიული იქნება თუ რა იქნება ეს, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. რაზეც ახლა ნერვიულობთ, რის გამოც ახლა გაკანკალებთ და ღამე ძილი არ გაქვთ. კი არ გამოგივათ, დიდას უტირებთ თავის ფესვებიანად.
ამოძირკვლავთ თუ კი რამე პრობლემაა თქვენს ცხოვრებაში ახლა ფინანსური სიუხვე, პირადში სტაბილურობა, თავისუფლები ვინც ხართ და პირადში დუმილიარი მამაკაცის გაცნობას ელოდეთ, რომელიც გაგრძნობინებს თავს ნამდვილ ქალად. ეს არის ჩემი კომენტარი. დროებით